მოგესალმებით ბატონო, ვირუსი, რომელიც ამ ეტაპზე არის გავრცელებული, განსაკუთრებით საშიშია 2 წლამდე ბავშვებისთვის. რა ვირუსია, როგორია რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ თავი? ამ ვირუსის შესახებ ჩვენ ბოლო 1 თვეა უფრო აქტიურად საუბრობთ. ეს არის ვირუსი, რომელმაც ჩაანაცვლა გრიპი და თუ დეკემბრიდან დაწყებული დეკემბერი, იანვარი, თებერვალი საქართველოში ყველაზე ხშირად მიმართვიანობის განმაპირობებელი, როგორც სტაციონარებში, ისე პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებში იყო გრიპი. კერძოდ მისი H3N2 ფორმა, ეგრეთ წოდებული ჰონკონგის გრიპი, ატიპის ვირუსი, ეხლა თებერვლის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება რესპირაციულ-სინციტიული ვირუსით გამოწვეული. ეს არის ვირუსი, რომელიც ძირითადად, როგორც თქვენ კითხვაში აღნიშნეთ, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქიოლების ანთება. ამ დაავადებას ბრონქიოლიტი ქვია და მისთვის დამახასიათებელია სუნთქვის გახშირება, მკვეთრი გახშირება, ხმაურიანი, გახშირებული სუნთქვა, გაძნელებული სუნთქვა. სუნთქვაში შესაძლებელია დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობაც ჩანდეს და შეტევითი ხშირი ხველა. ეს ყველაფერი მიმდინარეობს ესეთი მტვინავი ხასიათის სუნთქვის ფონზე, ასე რომ ამ დაავადების დიაგნოზის დასმა არ წარმოადგენს სირთულეს, სწორედ კლინიკური ნიშნებით არის ამ დიაგნოსტიკის შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ არ ჭირდება მას დამატებით კვლევები, არ ჭირდება ვირუსის შესწავლაც, ვინაიდან თუ 2 წლამდე ასაკის ბავშვი ეს ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნებია, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ბრონქიოლიტი და შესაბამისად მკურნალობაც და მართვაც მიდის უკვე როგორც ბრონქიოლიტის. რა თქმა უნდა, ესეთი რთული და მძიმე მიმდინარეობა ინფიცირების ყველა შემთხვევას არ ახლავს, მაგრამ პაციენტების ნაწილი საჭიროებენ ჟანგბადის დამატებით მიწოდებას, საჭიროებენ ინტრავენურ გადასხმას და სითხის შევსებას, ამიტომ პაციენტების მცირე ნაწილს ჭირდება ჰოსპიტალიზაცია და თუ ეხლა გადავავლებთ სტრუქტურას იმ ბავშვების, რომლებიც იაშუის კლინიკაში არიან მოთავსებული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ბრონქიოლიტის დიაგნოზით არის და მართვაც მიმდინარეობს ამ დიაგნოზის შესაბამისად. სამწუხაროდ ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება ანტივირუსული არ არსებობს, განსხვავებით გრიპისაგან და სულ ეხლახან დავიწყეთ ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საუბარი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კეთდება როგორც დედებში, ორსულებს გულისხმობ, უფრო სწორად, ორსულობის იმ პერიოდში, რომელიც შეესაბამება ბავშვის დაბადების გარკვეულ სეზონურობას, ეს არ არის ყველა ორსულთან გასაკეთებელი აცრა, ეს არის აცრა, რომელიც კეთდება იმის მიხედვით, თუ ორსულობის მე რამდენი თვე არის და როდის ველოდებით ბავშვის დაბადებას, ამას მნიშვნელობა. ასევე შესაძლებელია გაკეთდეს პირველი 6 წლის ასაკის ბავშვებში, ვინაიდან სწორედ ამ ასაკში არის ყველაზე მეტად გართულებების განვითარების მაღალი ალბათობა. თუმცა ეს ვირუსი არა მხოლოდ ბავშვებისთვის არის რისკის შემცველი, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში მას შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემა, რომელიც სამასაკობრივი ჯგუფისთვის გარკვეულად გართულებების მაღალ რისკთან სამოთხოფოში მოხვედის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, ეს არის ფილტვების ანთება. ამიტომ ეს ორი რადიკალურად განსხვავებული ასაკი 2 წლამდე და 65 წლის ზემოთ არის ძირითადი რისკ ჯგუფები, სადაც ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში საჭიროა ინტენსიური მეთვალყურეობა, ყურადღება, სამოთხოფოში მოთავსება და აქტიური ჩარევა დაავადების მართვის პროცესში. როგორც აღნიშნეთ, ამ ეტაპზე არსებობს ვაქცინაცია. რა არის ძირითადი რეკომენდაციები, როგორ უნდა დავიცვათ თავი ბავშვები განსაკუთრებით? ძირითადი რეკომენდაციები არის სტანდარტული, რასაც ჩვენ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევაში აღნიშნავთ, ეს ეხება კორონავირუსს, პანდემიის მიმდინარეობისას არსებული რეკომენდაციები, ეს ეხება იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბრის თვეში განუსაზღვრავდით როგორც გრიპის საწინააღმდეგო რეკომენდაციებს, ეხლა იგივეზე საუბრობთ, როდესაც ამ ტიპის ვირუსის პრევენციაზე არის აქცენტი გასაკეთებელი. ეს არის პირველ რიგში ხას უსვამ 2 წლამდე ასაკის ბავშვებზეა საუბარი. ეს ბავშვები ნაკლებად ტოვებენ ოჯახის ფარგლებს, სახლში არიან ძირითადად, ამიტომ თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქ გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, ეს არის ხველა, ყელის ტკივილი,
თუნდაც ტემპერატურის გარეშე ცემინება, მან უნდა მაქსიმალურად შეიკავოს თავი 2 წლამდე ასაკის ბავშვთან ახლო კონტაქტისაგან. შესაბამისად, გადაადგილება სახლის პირობებშიც უნდა მოხდეს ნიღბის თანხლებით, მაშინ, როდესაც შევდივართ პატარა ბავშვის ოთახში. 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, ვინაიდან ეს არის ყველაზე მეტი ლეტალობის რისკის მქონე ჯგუფი, აქ ალბათ ოჯახის ესეთი პოტენციურად ამ ვირუსით დაინფიცირებული წევრისაგან სრული იზოლირებაა საჭირო. სრული იზოლირება, ნიღბის ტარება, ისევ და ისევ ხელების ჰიგიენა და ბავშვის იმ ოთახის, სადაც ის ძირითად დროს ატარებს მისი საძინებლის თუ დღის განმავლობაში ხშირი განიავება და ამ ოთახის დალაგება სველი წესით. ეს არის სტანდარტული რეკომენდაციები, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეფექტური. რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება ეს ვირუსი ბავშვებში? ხანგრძლივობა აქაც სტანდარტულია, თუ არ არის გართულება ფილტვის ანთების სახით, ფილტვების ანთება შეიძლება მცირე ასაკის ბავშვისგან ვითარდეს. ეს არის ბრონქიოლიტი, მაშინ პირველი 3-4 დღე არის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი, როდესაც გჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა, ჟანგბადის დამატებითი მიწოდება, სითხის დამატებითი მიწოდება ინტრავენური გადასხვის საშუალებით. ეს არის პირველი 3-4 დღე. ამის შემდეგ თანდათან განვითარებას განიცდის პროცესი და როგორც წესი, კვირაზე მეტი უხშირეს შემთხვევებში ეს დაავადება არ გრძელდება, მაგრამ ხარს უსვამ თუ არ არის ფილტვის ანთება. თუ ეს ვირუსი გახდა ბავშვებში ფილტვის ანთების განმაპირობებელი, მაშინ ხანგრძლივობა გაცილებით მეტია, ვინაიდან მხოლოდ ფილტვის ანთების მკურნალობა 7 დღეს გრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით 6 თვემდე ასაკის ბავშვი უნდა იყოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, უნდა იყოს სტაციონარში, ვინაიდან ჟანგბადის მიწოდების საჭიროება და აქტიური ინჰალაციური თერაპიის საჭიროება არის ძალიან მაღალი. აქ მედიკამენტებზე საუბარი არ არის. აქ არის საუბარი უბრალოდ სწორედ ამ ინჰალაციურ თერაპიაზე. ინჰალაციურ თერაპია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია, შეიძლება გარკვეულ პერიოდში ბრონხოდილატატორების გამოყენებაც, შესაძლებელია ინჰალაციური სტეროიდების გამოყენებაც, მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად სტავმატობლობის პირობებში, აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ჟანგბადის სატურაციის მკაცრი კონტროლით. ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჟანგბადის სატურაცია, ორგანიზმის გაჯერება ჟანგბადით ასახავს თუ რამდენად ეფექტურია ან უეფექტოა ჩატარებული მკურნალობა. და როდიდან ველოდოთ ვირუსის შესუსტებას? ეს ალბათ ყველაზე მთავარი კითხვა. ჩვენ აი ამ ვირუსული აქტიობის უკან, როდესაც საუბრობდით გრიპის სეზონზე, მხედველობაში ჰქონდა ნოემბრიდან მარტამდე პერიოდი. გრიპი ეხლა მისი საერთო რაოდენობა სულ 3%-ია, მკვეთრად არის შემცირებული, ამიტომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით უნდა ჩავთვალოთ, რომ აპრილის თვეში ერთეული შემთხვევები დაფიქსირდება. აი რაც შეეხება რესპირაციულ სინციტიურ ვირუსს, მასაც სეზონურობა ახასიათებს და ისიც არის უფრო მეტად ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ მან გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა როგორც უპირატესმა ვირუსმა, სავარაუდოდ შემდეგი კვირეების განმავლობაში მისი აქტიურობა ისევ იქნება შენარჩუნებული მაღალ ციფრებზე. და თუ შეგიძლიათ მოკლედ ვითხრათ, რა არის პირველადი ნიშნები, რითაც უნდა მიხვდეს მშობელი, რასთან აქვს საქმე? შეტევითი, ხშირი შეტევითი ხველა, მკვეთრად გახშირებული ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის დროს სტვენის მსგავსი ხმა, სტვინავი სუნთქვა და თუ მდგომარეობა უფრო მეტად მძიმეა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობა. ეს იმდენად ტიპიურია და იმდენად მარტივი შესამჩნევი, რომ არ მგონია რომელიმე მშობელმა ესეთი ბავშვი დატოვოს ბინაზე. ამასთან ახლავს თან სახის ფერის შეცვლა ჟანგბადის ნაკლებობის გამო. ესეთი ბავშვი რა თქმა უნდა საკვებზე ვარს იტყვის და მისთვის განსაკუთრებით ზუზუთი-კვება იქნება გართულებული. ამ ვირუსს არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა. როდესაც ველაპარაკობთ გრიპის ვირუსზე, იქ აქცენტი ჰქონდა, რომ მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ფიქრეთ ხომ არ არის გრიპის ვირუსი. აქ ტემპერატურა შეიძლება საერთოდ არ იყოს, ან შეიძლება იყოს დაბალ ციფრებზე, ასე რომ არა ტემპერატურა არის მთავარი სამიზნე და მთავარი კონტროლის და მონიტორინგის პირველი კრიტერიუმი, არამედ გახშირებული, გაზნელებული, ხმაურიანი, მტვინავი ხასიათის სუნთქვა შეტევით ხველასთან ერთად.